მგონი მათ ქმედებებზე ანალიზის კეთებას უკვე აზრი დიდი ხნის დაკარგა, იმიტომ რომ ყოველ დაუხსნელი არის თვითონ ვერ ეწევიან თავისივე შემოგდებულ კანონებს და სადაგზა კიდევ და კიდევ უფრო განუკითხაობა ხდება მათი მხრიდან. არ ვიცი, ანუ ლოგიკურად მე ვერ ავხსნი ახლა რაც დღეს მოხდა, იმიტომ რომ ადამიანმა ჩამოიწიოს ნიღაბი, სახელი გვარი გითხრას, რამოდენიმეჯერ ჩამოიწიოს ნიღაბი და დააფიქსიროს ვინ არის. შეგისწოროს სახელი და გვარი როცა არასწორად გაიგე. ყველაფერი კანონის ფარგლებში გააკეთოს და უბრალოდ მე აიწიოს, ყველაფერს რო თავი დავარემოთ ცივაგარეთ და გურამის არც ეგრე დადის. და კი და ჯარიმაც რას არა მე ამას ჯარიმაზე და იმაზე მაგ კონტექსტში ვერც განვიხილავ იმას რასაც ახლა კადრებშიც ვხედავთ და ძალიან კარგი რომ ამას აჩვენებთ იმიტომ რომ ეგ მინდოდა მე თქვა რომ სულ არ არის ჩემი ჩვენებაც საჭირო მაქსიმალურად რომ ყველა მეცადოს რომ ყველა იმ ნაწამები უსამართლოდ დაკავებული ადამიანების და დაზარალებული ადამიანების ვიდეოები ხშირად რო გადიოდეს და არ არის საჭირო სტუმრების ფრიალი ეკრანზე არავის არ აინტერესებს ჩვენი ყურება, ვინც დაზარალებულია, იმათი კადრები ხშირად რო ტრიალებდეს, ეს იქნებოდა უმნიშვნელოვანესი. ხო, თან ისე ველურად მიათრევენ, რომ თვითონვე შელეწეს თავისი განყოფილების შუშის კარი და მანდ კიდე ვინ დაზარალდა, ჯერ კიდე გასარკვევი გვაქვს, შეიძლება ვინმეს რამე გაეჭრა და ასე შემდეგ. გადაითელნენ თან ადამიანები, ვინც არ დააკავეს. ერთ-ერთი ადამიანი ჩვენ ჩაგვერთო და ვესაუბრეთ, შოკის და ესეთ ძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, ის დააგდეს თან ვერ იგებ დაკავებენ, თუ უბრალოდ მოხუდი ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ დაკავების პრინციპით, რაზე შეიძლება დააკავონ ადამიანი, გახდა აბსოლუტურად გაურკვეველი და ესეც თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა არის, ხო? ლიკა ზაკაშვილი იყო ჟურნალისტი და აქტივისტი, საუბრობდა ეთერში, მეუბნებიან, რომ ფრთხილად იყავი და როგორ ვიყო ფრთხილადო კითხვა დასვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაიდენტიფიცირებადია და არაპროგნოზირებადი პოლიციის ქცევაც, ანუ რა ნიშნით შეიძლება შენ გამოგარჩიონ რესტორან ბაბილოსთან იხსენებდა რომ ადამიანებს ესე ანუ შევიდოდნენ და ვინც თვალში მოხდებოდათ ასე აკავებდნენ. აი წნარად მდგომენ ძალიან ბევრი ვიდეო არსებობს, ახლა ფაქტები, როდესაც წინ გიდევს და ამაზეც კიდე ჩვენ ხარესის შვერენთით ამბობენ რომ ჩვენ ვართ რადიკალები და არასწორები, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, იმიტომ რომ არ იყოს ფაქტები და რაღაცას უბრალოდ ჩვენ რო ვყვიროდეთ, კიდე გავიგებდი რატო ვერ ხედავს ეს ხალხი. მაგრამ ფაქტები ყოველდღიურად იდება ერთი მეორეზე უარესი ფაქტი და არ ვიცი, ხალხს რეაგირება არ აქვს.